17 დეკემბერს მარნეულის კულტურის ცენტრმა გიგალორდ ქიფაინძის სახელობის რუსთავის პროფესიულ მუნიციპალურ თეატრს უმასპინძლა. თეატრის მსახიობებმა დათო ტურაშვილის ნაწარმოების მიხედვით გოჩა კაპანაძის მიერ ინსცენირებული სპექტაკლის დოდოს მოლოდინში ჩვენება მოაწყვეს. სპექტაკლი დოდოს მოლოდინში ძირითადად იმ ემიგრანტ ქალებს ეძღვნებოდათ, რომლებიც სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან. სპექტაკლზე დასწრება თავისუფალი იყო. მე ინსპექტორატ არიელა მაიქა ტრასაზე გაგაჩეროს. შტრაფი აიყიდო და მე გიხადო, არა? მე რამდენითა კაცო, მე რამდენი. ეს არის გოჩა კაპანაძის დადგმული სპექტაკლი დოდოს მოლოდინი, დათო ტურაშვილის პიესის, გოდოს მოლოდინის მიხედვით არის საერთოდ, მაგრამ დოდოს მოლოდინი ესეთი პიესა არის. ეს არის ათენში გამარჯვებული სპექტაკლი. დღეს ჩვენ გასტროლით ჩამოვედით ქალაქ მარნეულში და ძალიან გვიხარია, რომ ამ სპექტაკლით კიდევ ერთხელ გავახარებთ მარნეულის მაყურებელს. თემა ეს არის საბერძნეთში წასული ქალბატონები, რომლებიც ძალიან დიდი ტკივილით ტოვებენ თავიანთ სამშობლოს, იმიტომ რომ იქიდან დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს. ეს ძალიან მტკივნეული თემაა, იმიტომ რომ დღეს ვიცით, რომ ძალიან ბევრი ქალბატონი ტოვებს კიდეც საქართველოს და მინდა რომ ყველა დაბრუნდეს. მოკლედ ეს სპექტაკლი მოგვიწოდებს იმისკენ, რომ გვინდა ყველა ქალბატონი, საერთოდ ყველა ევროპაში წასული ქალბატონი დავაბრუნოთ თავიანთ მიწა-წყალზე. სპექტაკლი, ეს პიესა არის დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დოდოს მოლოდინში გააკეთა ინსცენირება გამოჩენილმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ. და ეს არის ემიგრანტებზე და გათვალისწინებული იყო საერთოდ, რომ ეს გასულიყო ქვეყნის გარეთ და პირველი გასვლა ჰქონდა საბერძნეთში, სადაც ძალიან დიდი მოწონება, აჟიოტაჟი, ცრემლების სიხარული და ჩვენ უნდა ითქვას ის, რომ ფურორით მოვიარეთ. ჩვენ თეატრს დიდ ყურადღებას ახსენებს როგორც მერია, ასევე პირადად გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი და მას ძალიან უნდოდა რომ ეს სპექტაკლი მარნეულში და წენახათ და დღეს ამ მისიით ვართ ჩამოსული და ჩვენ მსახიობებსაც ძალიან გვიხარია რომ თქვენს წინაშე გამოვვალთ და გაჩვენებთ იმ ხალხს, რომლებიც უმეტესად არის ესე იგი საქართველოდან წასულ ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ და რას განიცდიან, როგორ არიან. მსახიობის ოსტატობას თვითონ გაჩვენებთ სცენაზე, მხატვარი არის ლომგულ მურუსიძე, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.